პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავაჩვილთან ერთად გამარჯობა ბატონ ბერდია და მადლობა რომ გვესტუმრეთ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ბატონ ბერდია, ეს სხვა თემაზე საუბრით ვაპირებდით ჩვენი ინტერვიუს გახსნას, თუმცა ირაკლი ყობახიძის პრესკონფერენცია წამოგვეწია, ამიტომ დავიწყოთ იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინეთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ტოვებს სუსის უფროსის თანამდებობას, შესაბამისად სუსს ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, რომელიც იქნება არი ოხანაშვილი, თავად ლილუაშვილი კი გადადის რეგიონული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელად, რომელიც ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება. პირველ რიგში, როგორ ფიქრობთ, რატომ ჩამოაშორეს და გაუშვეს, ასე ვთქვათ, ლილუაშვილი სუსიდან, რა მიზეზები უნდა იდგეს ამ გადაწყვეტილების უკან და სხვა გადაწყვეტილებების შესაბამისად ამის შემდგომ შევაფასოთ. მოგესალმებით, მივესალმებით ბალტრანიუსის მაყურებელს. ფაქტობრივად წლის ბოლოს ისედაც გაზრდიოდა გრიგოლ ლილუაშვილს თავის მანდატის უფლებამოსილებისვა და თუმცა მისი ამ პოზიციაზე დანიშნვა და სპეციალური რაღაც სამინისტროს შექმნა ამისთვის, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე, რომ გრიგოლ ლილუაშვილი თავის პოზიციებს კარგავს და ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, არი ოხანაშვილის დანიშნვა ცოტა კურიოზული არის სუსის უფროსის თანამდებობაზე, თუმცა ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ყობახიძე თავის მანდატს, ესე ვთქვათ, მთავრობის მიღმაც აფართოვებს. თუმცა ეს დიდი მნიშვნელობის მატარებელი არ არის საზოგადოებისთვის. არი ოხანაშვილი იქნება თუ გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ამით ფუნდამენტური გამოწვევები აიწევა. მე კითხა, რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ სუსის ხელმძღვანელობის შეცვლის პირობებში? შეიძლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ლილუაშვილის წასვლამ და ახალი ხელმძღვანელის ამ შემთხვევაში არი ოხანაშვილის მისვლამ შინაარსობრივად რამე შეცვალოს სუსში და ის გახადოს უკეთესი, თქვათ, იმ თვალსაზრისით, რაზეც შენიშვნები არსებობს მუდმივად სუსთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ეს მოლოდინია ვერ იარსებებს, ბუნებრივად ვერ იარსებებს, იმიტომ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი ამოცანა არის სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკის უზრუნველყოფა, პრევენცია, უსაფრთხოების გამოწვევების დაიდენტიფიცირება და მასთან ბრძოლა და ეს ორგანიზაცია წლების განმავლობაში უკვე პოლიტიკური ინსტრუმენტია და რა თქმა უნდა, ეხლა გრიგოლ ლილუაშვილის ხელში როგორი პოლიტიკური ინსტრუმენტიც იყო, რა თქმა უნდა, იგივე პოლიტიკური ინსტრუმენტი იქნება არი ოხანაშვილის ხელში, უბრალოდ არი ოხანაშვილს ბევრად ნაკლები წარმოდგენა აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაზე და მის არქიტექტურაზე, ვიდრე პირობითად გრიგოლ ლილუაშვილს ჰქონდა. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული და ეხლა საკადრო ცვლილებები იქნება თუ არა, რა თქმა უნდა, ეხლა ახალი ხელმძღვანელის ხელშიც, რა თქმა უნდა, ესეთი პროცესები, რა თქმა უნდა, ახლავს თან, თუმცა ფუნდამენტურად ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, რა თქმა უნდა, არაფერი არ იცვლება, ზუსტად ის უსაფრთხოების სამსახურია, რომელიც ჩვენ გვდევნის და არი ოხანაშვილის პირობებში, რა თქმა უნდა, არაფერი არ გაუმჯობესდება, თუ უფრო არ გაუარესდა, ჩვენ ფუნდამენტური პრობლემა არის ოცნების ხელისუფლებაში ყოფნა, რომელიც არის ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა, ამ ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა. ამ ქვეყნის არა მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევა, ეკონომიკური უსაფრთხოების გამოწვევა და თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოების გამოწვევა. ამიტომ ეხლა უსაფრთხოების სამსახურის ფორმალური უფროსი არი ოხანაშვილი იქნება თუ გრიგოლ ლილუაშვილი, ფუნდამენტურად არაფერი არ შეიძლება, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ერთადერთი სუვერენი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ჯიბეში უდევს ყველა აბსოლუტურად პორტფელი, სახელმწიფო უსაფრთხოებიდან დაწყებული რეგიონული თუ რაღაც სამინისტრო, რომელიც შეუქმნეს თქვენ თქვით რომ ლილუაშვილი თავის პოზიციებს კარგავს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობაზე მისი გადაყვანით. აი რა უნდა იყოს მიზეზები იმის, რომ მისი პოზიციები, ასე ვთქვათ, სუსტდება? რამდენად შეიძლება ლილუაშვილის გაშვება ეს ყოფილიყო, ვთქვათ, დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა, იგივე ამერიკის ელჩი შეხვდა ქართული ოცნების რამდენიმე წარმომადგენელს ბოლო პერიოდის განმავლობაში. არ ვიცი, რამდენად შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს შეიძლება იყოს ეს შეიძლება ყოფილიყო ერთ-ერთი წინაპირობა, რის შემდეგაც, ვთქვათ, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია დაელაპარაკება ქართულ ოცნებას. არ მგონია სიმართლე რო გითხრათ, ლელა, არ ვიცი, ბუნებრივად ბევრი თეორია შეიძლება არსებობდეს ამასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცის მოთხოვნა შეასრულა ეხლა ივანიშვილმა და გრიგოლ ლილუაშვილი იმას აქნა გაათავისუფლა თანამდებობიდან. ისაც უწევდა ამ ადამიანს, უბრალოდ მე იმაზე ვსაუბრობ, რომ ამ ადამიანისთვის ერთი პორტფელი არ გამოიძებნა და ამატებით რაღაც სამინისტრო გახლიჩეს ფაქტიურად რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურა ცალკე გაუშვეს და ამ ადამიანს შეუქმნეს რაღაცა სამინისტრო. ხო, ნუ ამ პროცესს ვადევნებთ ახლა თვალს. ამიტომ ეს შიდა ბუხალტერია უფრო ვიდრე რაღაცა გარედან მოთხოვნა, იმიტომ რომ ეს ადამიანები ჯერ კიდევ იზოლაციაში რჩებიან და
დასავლეთთან კონფრონტაციის რეჟიმში არიან დღემდე. ამიტომ მე და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ კობახიძის პოზიციების გაძლიერება პირიქით ოცნებას უფრო მეტად ასუსტებს, იმიტომ რომ ოცნება რა იდეაც იყო 2012 წელს ყველაზე ნაკლებად ამ გუნდს აკავშირებს ოცნებასთან კობახიძეს და მის გარემოცვას. შესაბამისად მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი შეიძლება მათ შორის საქართველოს მოქალაქეების სასიკეთო. კარგი. მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხი რომ ამოვწუროთ, კიდევ ერთი ცვლილებით პაატა სალია იქნება იუსტიციის მინისტრი. აი იუსტიციის მინისტრის პოზიციაც თავის მხრივ ერთ-ერთი საკვანძოა, ხო, მინისტრთა კაბინეტში. შესაბამისად, ამ ცვლილებაზე რისი თქმა შეგიძლიათ? რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს სალიას მისვლას ამ სამინისტროში? არ ვიცი, სიმართლე გითხრა, საკადრო პოლიტიკის კუთხით ალბათ რაღაცა შეიძლება, თუმცა ხო გეუბნებით, ეს იმდენად ისეთი საკითხია. ამ ქვეყანაში არავინ არ მინისტრი არ არსებობს ამ ქვეყანაში. ამ ქვეყანაში დეპუტატი არ არსებობს. ამ ქვეყანაში არ არსებობს უწყების ხელმძღვანელი, რომელიც რაღაცა დამოუკიდებლობის და ავტონომიურობის ნიშნებს ატარებს. ამ ქვეყანაში ერთადერთი ძალაუფლების პატრონი, რომელიც საჭადრაკო დაფას მართავს, არის ბიძინა ივანიშვილი. ეხლა იქ ვიღაცას მინისტრს დაარქმევენ, მინისტრობანას ითამაშებენ თუ ვიღაცას სუსის უფროს და არა, აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს. ამაზე არ უნდა კონცენტრირდეთ. ეს არ არის ძირითადი ფუნდამენტური საკითხები, რაც ჩვენ შეიძლება გვაღელვებდეს. ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა და პრობლემა არის ივანიშვილი, რომელიც არის ამ სისტემის არქიტექტორი. ეს ყველაფერი ჯიბეში უდევს ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ ვინ მინისტრი იქნება, ვინ სუსის უფროსი იქნება, ვის სამინისტროს გაუკეთებენ, ვის ელჩად დაწინაურებენ თუ დააქვეითებენ, ვისას ეს არის ბუღალტერია. ეს არის ბუღალტერია, რომელშიც არ უნდა შევიდენ. თავი გამოწვევა ეგზისტენციალური ამ ქვეყნის არის, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი. გადავიდეთ მოდით სხვა აქტუალურ საკითხებზე და ამჯერად წინააღმდეგობის კომიტეტი, რომლის შექმნაც სალომე ზურაბიშვილმა დაანონსა, გუშინ გავრცელდა იმ პარტიების ჩამონათვალი, ვინც ამ საკოორდინაციო ფორმატში იქნება წარმოდგენილი და რეალურად იქ ხართ ყველა გარდა ნაციონალური მოძრაობისა და გვარამია ზურაბ ჯაფარიძის პარტიების. აი პირდაპირ გითხავთ, ის რომ ნაციონალური მოძრაობა აღმოჩნდა ამ ფორმატს მიღმა, ეს იყო თავად ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილება თუ სხვა ოპოზიციური პარტიების საერთო პოზიცია, ამიტომ რომ ღიადაც ჩანდა, რომ თქვენ არასდროს გინდოდათ და გეხალისებოდათ ნაციონალურ მოძრაობასთან არა თუ თანამშრომლობა, არამედ აი თუნდაც ერთ ფორმატში შეხვედრები. ხო, ну, რა ვიცი, ვიღაცა წინააღმდეგობის კომიტეტს არქმევს ამას, ვიღაცა პლატფორმას, ვიღაცა ჩვენ მოდით გავამარტივოთ ყველაფერი. ჩვენ ვთქვით, რომ ორ საკითხთან დაკავშირებით გვექნებოდა კოორდინაცია და უცვლელია ჩვენი ერთგულება აი ამ ორი საკითხის მიმართ. ერთი ეს არის პოლიტიკური პატიმრების საკითხი და მეორე არის ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის საკითხი, რომელიც მთავარი ინსტრუმენტი არის ახალი არჩევნები, რომლითაც ჩვენ ეს პოლიტიკური კრიზისი უნდა განვუხტოთ და ქვეყანა ნორმალური ევროპული განვითარების გზას დაუბრუნოთ. არა მხოლოდ ევროპული განვითარების, ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები გვაქვს ჩვენ და ეკონომიკური გამოწვევები, კოლაფსი, რომელიც შეიძლება ამ ხელისუფლების მოქმედებებს მოყვეს შესაბამისად. აი ეს ფუნდამენტური ორი საკითხია, ვიღაცამ კოორდინაცია დაარქვა ამას, ვიღაცამ რაღაც კომიტეტი არ აქვს ამას არსებობის მნიშვნელობა, ეს არის ამ ორი საკითხის ირგვლივ, რომლის მიმართაც ერთგულები ვიქნებით. ეხლა ვიღაცა ცდილობს ამ ორი საკითხის დაამატოს რაღაცა სააკაშვილის საკითხი, ვიღაცა ცდილობს თვითმმართველობის საკითხი ჩაამატოს ზევიდან, ვიღაცას ამ კოორდინაციაში ებუტება, ვიღაცა კომისიას აკრიტიკებს ომთან დაკავშირებით და სალომე 31 მარტს რეფერენდუმის დღეს ქვევით იდგნენ იქ და ომი ვინ დაიწყო თვითონ ყვიროდნენ. ზუსტად ისე როგორც წულუკიანი აკეთებს ამას და ის ადამიანები, რომლებიც ამ კომისიაში არიან და აი ამ იარების და ტკივილების გახსნა ჩვენ არ გვაინტერესებს. 31 მარტი არის ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ნაციონალური მოძრაობა სხვა პარტიებმა და სალომე ზურაბიშვილმა გარიყეთ ამ ფორმატიდან. საფუძვლიანია თუ რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი ხა. ამაზე საუბარი არის აბსურდი ხა, არც ვაპირებ ამ ადამიანებზე საუბარს. რომელთათვისაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის ბევრად უფრო პრიორიტეტული, ვიდრე არის მაგალითად ის პრობლემები და ეგზისტენციალური გამოწვევები, რაც ამ ქვეყანას აქვს. ამიტომ აი ამ ბელადომანის შეპყრობილ პარტიას ეხა რა დღისესრიგი ექნება, ამაზე საუბარი არ არის მნიშვნელოვანი. აი ამ ორი საკითხის ირგვლივ ვართ კონცენტრირებული ეხა და ვიღაცას თუ მიხეილ სააკაშვილის მთავარ საკითხად ქცევა უნდა მივიდნენ კაცო, ვივამეთთან ჩაატარონ ეს აქცია, აიყოლიონ თავიანთი ათასობით მხარდამჭერი, ვიღაცა ხო შევარდნას აპირებდა და გამოხსნას ტყვეობიდან მიხეილ სააკაშვილს გააკეთონ ეს ყველაფერი კაცო.
ჩვენთვის ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ამ ქვეყნის ისტორია 2003 წელს არ დაწყებულა და არც 2012 წელს არ დაწყებულა. ბევრად უფრო დიდი ისტორია აქვს ამ ქვეყანას და ვიღაცა ამ ბელადების და კერპების ტყვეობაშია და არ გვაინტერესებს ეს არ არის მნიშვნელოვანი საკითხი, ხო? და ეხლა თუ ცდილობა ეხლა დააზიანო პროცესი ყველა საზოგადოება შეაფასებს, აგერ ყველა შეაფასებს, ვინ არის ამ პროცესის დამაზიანებელი. რა სიტყობდნენ ეს ადამიანები? ან პოსტფაქტუმ რო აკეთებენ ასეთი ტიპის განცხადება, მანამდე არ იცოდნენ რა განცხადებას გააკეთებდა სალომე ზურაბიშვილი 31 მარტს. არ იცოდნენ ეს სიახლე იყო მათთვის. ამიტომ ეხლა სააკაშვილი იქ რაღაცა ნაციონალური მოძრაობა, იქ რაღაცა თვითმმართველობის არჩევნები, იქ თურმე ვიღაცა კოორდინაციას აძლევს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ხადად და ღიად დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. აპირებთ ბოიკოტის გზით წასვლას თუ აპირებთ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, თუ კი თვითონ ქართულმა ოცნებამ არ გადაგიკეტათ, ასე ვთქვათ, ადგილობრივ არჩევნებებში. ეს პასუხი მე რო გითხრათ აქ ან სულელი უნდა ვიყო, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით პოლიტიკური ბრიყვი უნდა ვიყო, ან შეგნებული მავნებელი უნდა ვიყო, იმიტომ რომ იმდენად ცვლად პოლიტიკურ პროცესებში ვართ გლობალურადაც, რეგიონულადაც და ქვეყანაში. როგორ შეიძლება გითხრათ, პასუხი როცა ქართული ოცნება ანონსებს, რომ ვერც ერთი ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტია ვერ მიიღებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ამას უზრუნველყოფს კანონის დონეზე თქვენი აკრძალვა. ხა რა, ბევრ რაღაცას ლაპარაკობს ოცნება, მაგრამ ისე ხო არ ხდება როგორც ლაპარაკობს ხა. წარმოუდგენელია ხა ოცნების პოლიტიკური განცხადებების დღის წესრიგი ავაწყოთ ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგზე, ხო? 1000 სიბრიყვეს და სისულელეს ლაპარაკობენ ეს ადამიანები. ნაცმოძრაობაც კრძალავენ და თვითონ ნაცმოძრაობით არიან გამოტანილი შემომწირველები, ჯალათები, ნარკოტიკების ჩამდებები, კუდის ადვოკატები გამოტენილი არიან თავიდან ბოლომდე. მთელი ამათი რეჟიმის სახე არის სანდრო გირგულიანის მოსამართლე ლევან მურუსიძე. ამ რეჟიმის სახე არის ფეოდალი ანზორ ბოლქვაძე. ამ რეჟიმის სახე არის ქართულ ბანკის გამკოტრებელი ვასილ ჩიგოგიძე. ამ რეჟიმის სახე არიან გოჩა ენუქიძე და სხვა ადამიანები, რომლებიც რეჟიმს ამაგრებდნენ. შემომწირველები ბექაუდიშარია, სოფლის მეურნეობის მინისტრი დათო სონღულაშვილი. ეს არის ამ რეჟიმის სახე. ვის კრძალავენ, რას კრძალავენ, რას მიედმოედებიან, საერთოდ არა არსებითი არ არის. ამიტომ პირდაპირ ფორმით თვითმმართველობის საკითხის შემოტენვა და წინ დაყენება და თავი გათავისუფლების პირობა თითქოს პოლიტიკური პატიმრების ეს არის და თითქოს ამას რაღაცა ისეთ საკითხად დაყენებენ, რომ აი თვითმმართველობის არჩევნებში თუ არ მივიღეთ მონაწილეობა, მორჩა, გადაწყდება საკითხი, ყველა პრობლემა ამ ქვეყანას მოუგვარდება, ხო? აგეთ თქვენს არგუმენტს მოვიშველებ. თვითონ ოცნება იძახის, რომ ეს ადამიანები თვითმმართველობის არჩევნებში ვერ მიიღებენ მონაწილეობასო და ეხა რა გვინდა? კი, თქვათ ეს მოცემულობა დადგა, რომ აგრძალა პარტიები პირობითად ოცნებამ, რაც აბსურდი მგონია. აი, რატო გვინდა ეხა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი, როდესაც გეუბნება კაცი, რომ ვერ მიიღე მონაწილეობას, პირობითად იძახი, ხო? ანუ რატო რა არის რა ფუნდამენტური საკითხია? ეს მავნებლები მელა რომ ვიცოდეთ. თვითონ აი ესე გავარწმუნებდნენ, რომ რაღაცა განცხადება თუ დაიწერა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თურმე პირველი სხდომა ვერ გაიმართება პარლამენტისო და უფლებამოსილებას ვერ შეიძენს. აი მანდატები თუ ჩავხსენითო ეხაო ჩამოვაქცევთ ოცნებასო. კარგით რა. ცხელი თავებით მოქმედება არის ყველაზე დიდი სიბრიყვე, რაც შეიძლება პოლიტიკოსმა გააკეთოს. ამიტომ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური აჯენდა, ამიტომ აი ამ ყველაფერში თუ ვინმეს გაერთიანება უნდა, გაერთიანდით ადამიანებო, ერთი წიაღიდან მოდიხართ ისედაც ნაციონალური მოძრაობა ხართ თავიდან ბოლომდე. თქვენ გეშლება თქვენივე კოალიციები ვის გაერთიანებაზე ლაპარაკობთ. 31 მარტს ვერ მოახერხეთ ის, რომ სააკაშვილი არ ჩაგეკვეხებინათ რეფერენდუმის დღეს და დაპირისპირების საგნად აგექციათ აქცია. თქვენ ვის გაერთიანებაზე ლაპარაკობთ ნაციონალურ მოძრაობაზე. რა მნიშვნელობა აქვს და გვარამიას პარტია თუ ვინც არის ეს? ბატონ ბერდი, ახლა ვისაუბროთ იმაზე, რატომ გგონიათ აბსურდი და რატომ გგონიათ, რომ ქართული ოცნება წამყვანი ოპოზიციური ძალების აკრძალვის თაობაზე საკუთარ გეგმებს სისრულეში ვერ მოიყვანს. აი დიახ და კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ დაანონსებულია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ხართ დადანაშაულებული, ბარიერ გადალახული 4 პოლიტიკური ძალა და ღიად არის დაანონსებული, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე გაკეთდება მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი. აი რა თქვენ თქვით, რომ თქვენი საკუთარი გეგმები გაქვთ და იქნებ გითხრათ, რა გეგმები გაქვთ უშუალოდ ამ გეგმის საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ ასევე დაანონსებულია ის, რომ საგამოძიებო კომისიის
მანდატის გაფართოების პროპორციულად ეს კომისია გიორგი გახარიამდეც თქვენი პარტიის ლიდერამდეც მივა. მოდით ამ კომისიამ გაბედონ, დაგვიბარონ და მე ვისაუბროთ წინასწარ რატო ვისაუბროთ ხა იმასთან დაკავშირებით ამ საგამოძიებო კომისიის ფორმატს ჩვენ როგორ მივუდგებით. დაგვიბარონ, გაბედონ. ხო, ენები აჭარტალეს ამ კომისიასთან დაკავშირებით გაბედონ, აბა დაიბანონ და მე მიიღებენ შესაბამის ადეკვატურ პასუხს. და ისე არ აღმოჩნდეს მე რომ თავად ოცნებიდან ოცნებაში პორტირებული ბიზნეს თუ მიშასნაცები გახდეს ასაგრძალი. ეს არ მოხდეს შემთხვევით. დაგვიბარონ და გაბედონ და გააკეთონ ეს, მიიღონ ეს გადაწყვეტილება და მე ვნახავთ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ და რა პასუხს, რა ადეკვატურ პასუხსაც მიიღებენ ჩვენგან. ამიტომ ეს პროცესი, ეს საგამოძიებო კომისიაც რა არის, ხო? ეს არის იარების გახსნის პროცესი. აი, ის ტკივილის გახსენება ადამიანებისთვის, რომლის წარსულში დატოვებასაც ვცდილობთ. აი, იმიტომ ამორალური ოცნების ხელისუფლება, რომ 12 წლის თავზე აკეთებს ამას. და რატო აკეთებს, იცით? ივანიშვილი კი არის ნიღაბ ჩამოცმული ადამიანი, რომელმაც რუსთაველის გამზირზე დაღვარა სტუდენტების სისხლი. ქველმოქმედი ვითომ რომელიც თეატრის გადარჩენისთვის, მეცნიერების გადარჩენისთვის იბრძოდა, მაგრამ მსახიობები და ლექტორები და სტუდენტები ციხეში გამოწვეული, მაგრამ აი 12 წლის წინ რო ხდებოდა ის ბევრად უფრო უარესი იყო, ამიტომ მე უნდა დამტოვოთ ხელისუფლებაში. აი ეს არის მთელი ეს პროცესი. ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელსაც ჩვენ ვადევნებთ თვალს. რა გონიათ ახლა რამდენი სხდომა ჩატარდა? და 12 წლის დანაშაულ, 9 წლის დანაშაულებს ამით გამოიკვლევენ 5 სხდომაში. აი, მითხარით, რომელი დაზარალებულის უფლება აღდგა? ჯემალ ლეონიძეს აიხა, აღუდგა თავისუფლებები? ანიმ ქალბატონს, რომელიც საუბრობდა, აღუდგა თავისუფლებები? მაინტერესებს. და ამის ნაცვლად ქვეყანას მართლა ტალახში აგორავებენ, ქვეყნის სახლს, ანწუხელიძის უკვდავებას აგორავებენ ტალახში ეს ადამიანები მართლა. რა სახელმწიფოზე საუბრობენ ეს ჩარჩები მართლა? დახლზე დგანან და საკუთარი ქვეყნის ბედით ვაჭრობენ ეს მართლა სოუდაგრები ეს. კარგი, მამუკა ხაზარაძეზეც მინდა დაგისვათ ერთი კითხვა. გაბედეს და ხაზარაძე უკვე დაიბარეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მან უარი თქვა გამოცხადებაზე, რის საფუძველზეც პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ბრალით წაუყენა და დღეს უკვე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხაზარაძესთან მიმართებაში. სოლიდური ჯარიმა 1 წლამდე პატიმრობა და 3 წლის ვადით თანამდებობის დაკავება შეიძლება აიკრძალოს მამუკა ხაზარაძეს. აი იმ პროცესს რა სახელს არქვევთ, რასაც უშუალოდ ხაზარაძესთან მიმართებაში ვხედავთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც სავარაუდოდ შესაძლოა მივიდეს თქვენი პარტიის ლიდერ გიორგი გახარიანს. ჯერ მივიდეს ჩვენი პარტიის ლიდერამდე ეს ყველაფერი. ნუ წარმოუდგენელია 2012 წლამდე ვერაფერი ვერ დაგვიკავშირეს. მე თითქოს მანდატი გაზარდეს ამ რაღაცა კომისიის. ნუ ეს არის პოლიტიკურ სამართლებრივი საკითხი და ადამიანი თავაწყოებს ამ კომისიაზე გამოცხადდეს, არ გამოცხადდეს. რა თქმა უნდა სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს და ეხა ინსტრუმენტალიზება, რასაც კომისიის მეშვეობით და პროკურატურის მეშვეობით ამ საქმესთან დაკავშირებით ცდილობს ოცნება, ანუ ცხადია ეს არის პოლიტიკური დევნა, რა თქმა უნდა. თუმცა მე არ მგონია სიმართლე რო გითხრათ, რომ ეს რაღაცა პატიმრობით დასრულდება, ალბათ ჯერჯერობით გირაოს შეფარდებას მოითხოვენ ეს ადამიანები, თუმცა ცვლადია ხო ყველაფერი, ახლა ვის აქვს ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი სცენარი არ მოიხარშება ამ ადამიანების თავში. ამიტომ რა თქმა უნდა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი ვერ დასრულდება ისე როგორც ეს ოცნებას წარმოუდგენია. აი ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ადამიანებს ტკივილი გაახსენო, აი ტკივილით ტანჯავდე, აწვალებდე, 12 წლის წინანდელ უბედურებას ახსენებდე. ქალბატონი ტიროდა ცხარეცრემლებით. ცხარეთ მე მინახავს ეს პროცესი, მე მინახავს ბევრი ადამიანი, მამაკაცები მინახავს ატირებული, რომლებიც პოლიტპატიმრები იყვნენ 2011 წელს იარაღებს უდებდნენ, გააუბედურეს, მინახავს ეს ადამიანები. ამ ადამიანებისთვის ჯოჯოხეთია ის, რასაც ახლა გადია. და ამას თქვენ გონიათ ამ ადამიანების ემპათიის გამო აკეთებს ოცნება? ან მათი უფლებების აღსადგენად? აი თავისი ვიწრო ბინძური პოლიტიკური ინტერესები რო დაიკმაყოფილოს ამისთვის აკეთებს. ეს არის პროცესი. რამდენიმე წუთი დაგვჭირდა და კიდევ ერთ თემაზე მინდა დავუშვათ კითხვა. საუნ ზრობიშვილი კი ვახსენეთ, მაგრამ ამჯერად კიდევ ერთი თემის კონტექსტში მეხუთე პრეზიდენტმა გუშინ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს მიმართა სიტყვით ონლაინ მიმართვის შემდეგ კი მან ბრიტანელი დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა. მისი ძირითადი მესიჯები იყო შემდეგი: საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში. კრემლი საქართველოს ხელმძღვანელობას რეგულარულად აქებს, საგარეო და შიდა პოლიტიკური კურსი შეიცვალა, რუსეთის ზეწოლის გარკვეული ინსტრუმენტები აქვს და ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამდენად სწორად მოახდინა საუნ ზრობიშვილმა ბრიტანელი დეპუტატების ინფორმირება საქართველოში შექმნილ ვითარებასთან მიმართებაში და მეორე მხრივ რა მნიშვნელობა აქვს ამ ტიპის გამოსვლებს და მიმართვებს უცხოელი პარტნიორებისადმი?
თავის გზავნილებს, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი რა თახრობს და თავად წვეთს რა ისაუბროს ეხა მე შემფასებლა და ეს უნდა ეთქვა, ეს არ უნდა ეთქვა. ბუნებრივია ამ ყველაფერს არ გამოვდგები, თუმცა პლატფორმა რამდენად არ ადგება ასე ვთქვათ პროცესს ის აქტიურობა, რასაც ხედავთ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. ასეთი ტიპის პლატფორმების გამოყენება, მათ შორის ლორდთა პალატაში ასეთი ტიპის გამოსვლები, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელობის მატარებელი, იმიტომ რომ იმ გლობალურ სამყაროში, რომელსაც სხვა საგარეო პრიორიტეტები აქვს, საქართველოს როგორც საკითხის დღის წესრიგში შეტანა არის მნიშვნელოვანესი. დღეს შეერთებული შტატების, ევროპის წამყვანი მეინსტრიმ სახელმწიფოების და მათ შორის ბრიტანეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში ბევრად უფრო დიდი საკითხები დგას, ხო? მათი გადმოსახედიდან, მათი ევროპის უსაფრთხოების, კონტინენტის უსაფრთხოების, მათი პერსონალური უსაფრთხოების, სახელმწიფოების უსაფრთხოების. ამიტომ საქართველოს როგორც დღის წესრიგში შემავალი საკითხი უნდა იყოს, ამიტომ ყველა ასეთი პლატფორმის გამოყენება, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან იქნება თუ სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების თუ სხვა აქტორების მხრიდან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს. გზავნილები, რომელიც ჟღერდებოდა, იყო ფაქტებზე დაფუძნებული, ხო? არა, ხო არ მოუგონია ხა სალომე ზურაბიშვილს. მე არ ვიცი, ვის კრემლთან ვის აქვს კავშირი, მაგრამ ფაქტი როგორც შედეგი, მოცემულობა გვაქვს, რომ კრემლის ინტერესები ტარდება ამ ქვეყანაში, ხო? ანუ ეს არის მოცემულობა, ფაქტი. შეიძლება ვიღაცა სისულელი დაკეთებდეს ამას, ვიღაცა წინასწარ განზრახული. ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ჯეიმს მაკლერი წერს სოციალურ ქსელში, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უფრო მკაცრი უნდა გახდეს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე. რას ელოდებით ამ პროცესში დასავლელი პარტნიორებისგან, მათ შორის ბრიტანეთისგან და ზოგადადაც, აი თქვენი პარტიის ლიდერს აქვს პირობა დადებული, ისევ გიორგი გახარიას გულისხმობ, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა ვიძინა ივანიშვილმა დაკარგოს ფულიც და ძალაუფლებას. როგორ მიდის საქმე ამ თვალსაზრისით და ეს იყოს ჩვენი ბოლო კითხვა. ეს პირობა ძალაშია და ამ შედეგებს ყველა ნახავს. მე მგონი ყველა ხედავს ამ პროგრესი თუ გაქვთ ამ გზაზე. ამ ყველაფრის შედეგს ყველანი კარგად ხედავთ. ბიძინა ივანიშვილს თუ გონია რომ ამ ქვეყანაში ფულსაც შეინარჩუნებს, ძალაუფლებასაც შეინარჩუნებს, მე უსტავლის გამზირზე გვცემს საუკეთესო აი ნაღებ ახალგაზრდობას ციხეში ჩამსვავს კრიმინალების გვერდით. და ესე დაელაპარაკება მე დასავლეთს, ტყუება დაიყვანს, ესე ბუნებრივად ვერ მოხდება ესე. სასანქციო დამღადასმულია დღეს ოცნების ხელისუფლება არის დამღადასმული. ჩვენ ეხა რესურსები რამდენად გვეყოფა გაუძლოთ აი ამ მოთმინების რეჟიმში, იმიტომ რომ რესურსი ამ დროს ხელისუფლებას უფრო მეტი აქვს, ხო? თუმცა მერწმუნეთ, ძალიან მძიმე დღეში არიან, ფსიქოლოგიურადაც მძიმე დღეში არიან. ადამიანები მაგნიტს კი სიით არიან სანქცირებული. რუსეთთან კავშირების გამო არიან შეერთებული შტატების მხრიდან სანქცირებული და დღემდე მოქმედია ეს სანქციების რეჟიმი. და ეს სასანქციო რეჟიმი ფართოვდება და ფართოვდება ამ ადამიანების მიმართ, ხო? ხოლო ბალტიური სახელმწიფოები ხო არ არის აგერ გერმანია, რომელიც ევროპაში წამყვანი პოლიტიკური ამბის შემქმნელი ქვეყანაა, ხო? ამ სანქციების ქვეშ არიან ეს ადამიანები, ამიტომ მათი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს. ძალიან კარგი, ერთადერთი რითიც ინარჩუნებს ახლა ივანიშვილი თავის გუნდს და ძალაუფლებას არის რა, იცით? ამ ადამიანებს ეხლაც არწმუნებს, რომ კიდევ აქვს რესურსი, რომ დაალაგოს დასავლეთთან. თქვენ გონიათ, ეხლა კარის ბიზნესმენები, რომლებიც ახლა ზოგი რა ვიცი, რითი კვებავს ადამიანებს კაცმა არ იცის, ეს ადამიანებიც კი გვერდში დაუდგებიან ივანიშვილს, როცა აღმოაჩინენ, რომ ეს არის ის სკული, საიდანაც მიაქანებს ეს ადამიანი საკუთარ თავსაც და ამ ადამიანებსაც. მადლობა, ძალიან დიდი რომ გვესტუმრეთ. ბერდია სიჩინავა პასუხობდა ჩვენს კითხვებს.